გამოცადა უცხოურ წყაროებში გადამომეწმებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მერვე საოცრება პალმა ჯუმეირა ქართველმა ინჟინერმა ოთარ ზალდასტანიშვილმა დააპროექტა. ასე რომ თუ კი რაიმე სანდო წყაროს მიაგნებთ, გთხოვთ გამიზიაროთ. იქამდე კი ეს ამბავი ზოგადად არაერთმა ქართულმა მედია საშუალებამ გააშუქა. ასეა თუ ისე, დუბაიში არაფერს გამოუწვევია ჩემში ამხელა აღფრთოვანება, როგორც სპარსეთის ყურეში განხორციელებულმა ამ გრანდიოზულმა პროექტმა. პალმ ჯუმეირას ზღვაში გაშენებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულების ერთობლიობა. მშენებლობა 2001 წელს დაიწყო და ზუსტად 5 წელში ჯუმეირამ პირველი მოსახლეები მიიღო. დღეს უკვე აქ 78,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქაურობა სავსეა საუკეთესო სასტუმროებით, შოპინგ მოლებით, რესტორნებით და ასე შემდეგ. პალმას ყველაზე კარგად ამ ლოკაციიდან დაინახავთ. ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი 100 დირჰემი, ანუ დაახლოებით 75 ლარი დაგვიჯდა, თუმცა უკეთესი ხედები ბევრად უფრო ძვირი ღირს. იქამდე გაიცნობით პროექტის განხორციელების ისტორიას. ჩემი აზრით ეს არის ის, რის გამოც ნამდვილად ხის დუბაიში ვიზიტი. პირველად მოგზაურობთ და ტურისტ აგეგ მოგსურთ. როგორც მინიმუმ იაფი ფრენების დასტურმა და ტრანსფერი ამ უკარგეს გოგოს გირჩევთ და მისი კომპანია შეგიძლიათ Facebook-ზე ასე მოძებნოთ.